ჩვენ ვართ დუბროვნიკში. ჩამოვედით ხორვატიაში და ნახეთ ვინ შემოგვემა და ეს არის ჩემი და. ანუ ხორვატიაში ვიქნებით უკვე 3 გუშინ ჩამოვედით მონტენეგროდან საღამოს ავტობუსით გზაში სადღაც დაგვჭირდა 2 საათნახევარი. ნუ იდეაში უფრო მალე შეიძლება ჩამოსვლა, მაგრამ საზღვარზე გავიჭედეთ, არ ვიცი რატო, კაი გრძელი რიგი იყო და მე მგონი 1 საათი ვიდექით მან. ანუ მონტენეგრო არ შედის ევროკავშირში, ხორვატია შედის. და ჯერ მონტენეგრო გამოვედით. იქ ჩამოვედით ავტობუსიდან, პასპორტ კონტროლი გავიარეთ, მე ცოტა წინ წავიწიეთ კიდე ავტობუსით და ისევ ჩამოვედით და უკვე ხორვატიის საზღვარზე ისევ გავიარეთ პასპორტის კონტროლი. პირველი შთაბეჭდილება დუბროვნიკიდან არის, რომ არის ძალიან ლამაზი, გაცილებით უფრო ტურისტული ვიდრე მონტენეგრო, გაცილებით უფრო დიდი და მასშტაბური. ანუ აქ გაცილებით უფრო მეტი მოდიალი მოგვიწევს ფეხით. ეხლა მივდივარ ძველი ქალაქის დასათვალიერებლად და რეალურად ყველა ღირსშესანიშნაობა არის ძველი ქალაქის მიდამოებში. თვითონ ქალაქშივე ან ახლოს მაგასთან. დღეს ალბათ შეიძლება ან საბაგიროთი ავიდეთ აქ ერთ-ერთი გადასახედია მთაზე და ან საბაგიროთი ავალთ, ან ფეხით ავალთ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. მე ქალაქის კედლებს მოვივლით. რექტორის სასახლეს ვნახავთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა აქ დუბროვნიკში, იმიტომ რომ იქ ბევრი სამეფო კარის თამაშების სცენა იყო გადაღებული და მოკლედ თან წაგიყვან და ყველაფერს გაჩვენებთ. არის იდეალური ამინდი. იდეაში მონტენეგროშიც კაი ამინდია ეხლა უბრალოდ ჩვენ რო ჩამოვედით აი გუშინ წინ რაღაცა ძალიან ცივი დღე დაგვემხვა. ანუ ეს იყო ესე ვთქვათ გამონაკლისი და ზოგადად აქ ძალიან თბილა და დღესაც მე მგონი 26 გრადუსია და ძალიან მაგარია. ნახეთ რა სილამაზეა უკვე. აქედან რა ხედები მოჩანს. დუბროვნიკის ძველი ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგად შემონახულ შუა საუკუნეების ქალაქად ითვლება. მას უმაღლესი ქალაქის კედლები იცავს, რომელთაც 4 მთავარი შესასვლელი აქვს. როგორც კი შეაბიჯებთ ძველ ქალაქში ისეთი შეგრძნება და გეუფლებათ, თითქოს დროში იმოგზაურეთ. აქაურობა გულგრილს არავის დატოვებს. პაწუკა ადგილობრივი სახლები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აქ დგას, თითქოს საერთოდ არ შეცვლილა. მათი მოწითალო სახურავები ჰარმონიულად ერწყმის ადგილობრივების მიერ გარეთ გამოფენილ საბნებს. შუა საუკუნეები დათარიღებულ ულამაზეს ვიწრო ქუჩებში კი დღეს ოდრო კაფეები და სუვენირების მაღაზიებია განთავსებული. და ამ ყველაფერთან ერთად შუა საუკუნეებით დათარიღებული გალავნიდან ფორთოხლის ხეებისა და ადრიატიკის ზღვის საოცარი ხედები მოჩანს. ძველი ქალაქის შუაგულში ცენტრალური ქუჩა, ეგრეთ წოდებული სტრადომი მდებარეობს, რომელსაც მთავარ მოედნამდე მივყავართ. აქ მდებარეობს დუბროვნიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა, რექტორის სასახლე. მე-13 საუკუნის ულამაზესი ნაგებობა, რომელსაც ბევრი სამეფო კარის თამაშებიდან იცნობს. სასახლე მართლა საოცარი სანახაობაა. მისი არქიტექტურა, რომელიც გოთიკური, ბაროკოსა და რენესანსის სტილის ერთგვარი შერწყმაა, ამ ადგილს იდეალურ ფოტო და ვიდეო ლოკაციად ხდის. სასახლის შემდეგ გავეციეთ სამეფო კარის თამაშების კიდევ ერთ ცნობილ ლოკაციაზე, ჯეზუიტის კიბეებთან. აქ სერიალის ძალიან ცნობილი სცენა, სერსეი დედოფლის სირცხვილის დერეფანია გადაღებული. A sinner comes before you. Cersei of House Lannister. დუბროვნიკი ისტორიით სავსე ქალაქია და აქაური თითოეული ნაგებობა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ამის კარგი მაგალითია ძველი ქალაქის შუაგულში განლაგებული ეს ულამაზესი ეკლესია მონასტერი. ძალიან ესთეტიკური და მყუდრო შიდა ეზო აქვს, სადაც არა მხოლოდ კარგი სურათების გადაღება შეძლებთ, არამედ ასევე ცოტა ხნით მოწყდებით გარე ხმაურსა და ტურისტულ ჯგუფებს. რა საყვარლობა ავდივართ ახლა ქალაქის კედლებზე და აქვე ვიღაცა ცხოვრობს და თავისი საბანი აქვს ჩამოკიდებული. დუბროვნიკის ძველი ქალაქის კედლები რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა. გალავანი მე-7 საუკუნით თარიღდება, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი დაახლოებით მე-15-მე-16 საუკუნეში აიგო. მაშინ
როდესაც დუბროვნიკი ჯერ კიდევ რაგუსას რესპუბლიკის სახელით არსებობდა. გალავანი სიგრძეში 2 კილომეტრს მოიცავს და მისი მთლიანად გავლა შეგიძლიათ, თუმცა ამისთვის საჭიროა ბილეთის ყიდვა, რომელიც 35 ევრო ღირს. დამეთანხმებით, რომ არც ისე იაფია, მაგრამ ისეთი ხედები გელოდება წინ, რომ ნამდვილად არ ინანებთ. ძველი სახლებისა და გალავნის გარედან შეუმჩნეველი ნაწილების გარდა, აქედან ასევე დაინახავთ გვერდზე მდებარე წმინდა ლავრენტის ციხე-სიმაგრეს. და ამ ყველაფრის გარდა, თქვენ თვალწინ გაიშლება ადრიატიკის ზღვის ყველაზე ლამაზი სანაპიროს ხედები. ნახეთ, რა სილამაზე ხედია. და ყველგან გზაში გვხვდება, მე მგონი პორტოხალია თუ მანდარინი. აქეთ კიდე ზღვა. სასწაული ფერის წყალია, ძალიან ლამაზია. I just wanna be the breadwinner and buy dinner, then go back to your place, make face, wanna lay up in the bed with you. I figured this was your pace, guess I'll save face, yeah, yeah. I wanna be breadwinner, yeah, breadwinner, yeah, yeah. I ნახეთ აქვე ადგილობრივების სახლები. ძალიან საყვარლობაა. შეხედეთ, იქ წინ არის პლიაჟი და საკმაოდ ბევრი ხალხი ცურავს. აქ რომ მოვდიოდით, ნახეთ, ამინდის პროგნოზი და უნდა ყოფილიყო სადღაც ესე 24-25 გრადუსი, მაგრამ ვფიქრე, რომ წყალი მაინც ცივი იქნება და ვერ ვიცურავთ და არც საცურავ კოსტუმები ვერ წამოვიღია, მაგრამ იმდენი ხალხი ხა ცურავს და მანაობს. ვფიქრეთ, ხო არ ვიყიდოთ საცურავ კოსტუმი. კი იქნება საბოლოოდ გრილი წყალი, მაგრამ მე მგონი შესაძლებელია ცურვა. დუბროვნიკში სეირნობისას შეამჩნევთ, რომ აქ ძალიან ბევრი კატა ცხოვრობს. ჩვენი 4 ფეხა მეგობრები აქ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, ადგილობრივები უვლიან და ერთად თანაარსებობენ. მეტიც, დუბროვნიკს ხშირად კატების ქალაქად მოიხსენიებენ და სუვენირებშიც გამოსახავენ სამეფო კარის თამაშების დრაკონებთან ერთად. ერთი სიტყვით, აქაურობა ძალიან ესთეტიკური და კალორიტულია, მაგრამ დუბროვნიკის სრულყოფილი სურათის თქვენთვის საჩვენებლად ჯობია ჩვენი დრონი ავაფრინოთ. I just wanna be the breadwinner and buy dinner, then go back to your place, make face, wanna lay up in the bed with you. I figured this was your pace, guess I'll save face, yeah, yeah. I wanna be breadwinner, yeah, breadwinner, yeah, yeah. I wanna be breadwinner, yeah, breadwinner, yeah. I've been on. ქალაქის დათვალიერებისას დრო ძალიან მალე გავიდა. ამასობაში ჩვენ მოგშვირდა და ეს უსაყვარლესი პანინი ბარი შევარჩიეთ საჭმელად. შიდა სივრცე საკმაოდ პატარა ქონდა, მაგრამ გპირდებით, რომ აქაური პანინის გემო არასდროს დაგავიწყდებათ, ისეთი გემრიელი იყო. ზოგადად იტალიური სამზარეულო აქ ძალიან პოპულარულია და იტალიის რესტორნებს არაფრით ჩამოუვარდება. მათ შორის ადგილობრივი ჯელატო, აუცილებლად გასინჯეთ, სასწაულია. ჭამის მერე გავეწიეთ კიდევ ერთი ციხე-სიმაგრის სანახავად. წმინდა ლავრენტის ციხეზე ასასვლელად საკმაოდ ბევრი კიბის გამოვლა მოგიწევთ, მაგრამ გზაში ისეთი ხედები შეგხვდებათ, რომ დაგავიწყდებთ ყველანაირ დაღლილობას. ნაგებობის ზედა სართულზე ღია სივრცე დაგხვდებათ, საიდანაც ზღვის ხედების გარდა ასევე გამოჩნდება დუბროვნიკის ძველი ქალაქის სრული ხედი. ეს ციხე-სიმაგრე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, რომელიც მე-11 საუკუნეში ვენეციელების შემოსევებისგან ქალაქის დასაცავად აიგო. წმინდა ლავრენტი კი დუბროვნიკის მთავარი მფარველის საპატივცემულოდ დაერქვა. ნახეთ, ჩვენ ჩამოვჯექით აქ დასასვენებლად პლიაჟთან და ხალხი ირუჯება. ეხლა არავინ არ ბანავს, მაგრამ წეღან იყო შესული რამდენიმე ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან კაი ამინდია. ჩვენ მოვიარეთ უკვე დუბროვნიკის ძველი ქალაქი. მთელი წრე დავარტყით ძველი ქალაქის კედლებზე. ჯამში სადღაც მე მგონი 2 საათი დავჭირდით. ანუ რეალურად მაგ კედლების
გავლას უნდა ალბათ თუ გადამოვადგირდით 9 საათი, მაგრამ ჩვენთან სურათებს ვიღებდით, ვიდეოს ვიღებდით, მე რაღაცა დრონი აუშვით, უყურებდით ხედებს და ჯამში ალბათ 1-2 საათი დაგვჭირდა, მაგრამ ძალიან შთაბეჭდავი ქალაქი არის, უდიდესი და მართლა ძალიან ლამაზი. მე ვჭამეთ გემრიელად აქ როგორც ესეთი თავიანთი სამზარო რაღაცა არა, რამდენიმე რაღაცა კერძებით არის, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა და არის ძალიან ბევრი თურქული და იტალიური რესტორანი. ძალიან პოპულარული სამზარეულოები აქ და ძალიან დიდი არჩევანია, ასევე არის უგემრიელესი ნაყინი აქ, ჯელატო, იტალიური ნაყინი, ყველგან იყიდება ყოველ ნაბიჯზე და არის მართლა ძალიან გემრიელი, ანუ აი როგორც იტალიაში იყო, არაფერ ჩამოუვარდება. ეხლა ჩვენ წამოვედით ძველი ქალაქიდან ცოტა გარეთ გამოვედით, იმიტომ რომ ცოტა არ იყო და დავიღალეთ ამდენ ხალხით და ხმაურით. თვალები გავიკეთო. და აქ რაღაც დავინახეთ ციხესიმაგრიდან წახან ვიყავით ასული, რომ გვერდზე იყო პატარა პარკი და უბრალოდ წამოვით ასეინოთ. მე ძალიან დავიწვი, თქვენც ხედავთ ესე. თითქოს და ჯერ არა ზაფხული, ანუ რეალურად აპრილის ბოლოა, მაგრამ ზე უკვე ძალიან ძლიერია. ეხლა დღის გეგმა რა არის? ანუ რეალურად ყველაფერი რაც თავარი მნიშვნელოვანი სანახავი იყო, ნახეთ. ერთ დღეში. ეხლა უბრალოდ გვინდა რომ გავისეირნოთ. ესე არ ვიჩქაროს სარსად და ხვალ სავარაუდოდ სადღაც 3-ზე უკვე წამოვალ დუბროვნიკიდან და წავალ შემდეგ ქალაქში. ჩვენ შემდეგი დანიშნულება არის კუნძული ხვარი და იქ მივდივართ ნავით და ჯამში აქედან დუბროვნიკიდან იქამდე გზას უნდა 3 საათი ნახევარი. ასე რომ სახამოსკენ ჩავალთ და მერე უკვე იქიდან ჩაგირთვევით, მაგრამ ამ მომენტისთვის ანუ ეს შთაბეჭდილება რომელიც მოხდა დუბროვნიკმა დავიღალე ყველაფერი. არის მართლა ძალიან კარგი. ძალიან განსხვავდება მონტენეგროსგან. მონტენეგროში რაღაც უფრო იყო სიმყუდროვე, პაწუყა საყვარელი იყო და აქ უფრო გაცილებით მეტად ტურისტულია. ყველგან რესტორნებია, რაღაცა ბარები, კლუბები, მუსიკა ისმის, ნავები, უამრავი ხალხი და აქ იგრძნობა რომ ტურისტების დიდი რაოდენობა არის. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან აი ხშირად გვესმის გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური და მონტენეგროში ეს არ იყო. მონტენეგროში უფრო ნაკლები ტურისტი იყო და ხშირად გვესმოდა ხოლმე მათი მეზობელი ქვეყნის ენები, მაგალითად სერბული, ალბანური. ხა მედიად კი ვერ ვასწავლებ ამ ენებს, მაგრამ აი რაღაცა ისეთი სლავური ენები, ასევე მანქანის ნომრებსაც რომ უყურებდით, ანუ უფრო იყო ისეთი იმ ქვეყნების ნომრები, ვიდრე დაუშვათ დასავლეთი ევროპა. შეხედეთ უბრალოდ რა ამბავი ხალხია და ეს ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია. წავიდეთ ახლა პლაჟზე, ნახოთ როგორია წყლის ტემპერატურა. ეს პლაჟი პირდაპირ ძველ ქალაქთან მდებარეობს. არის მოწესრიგებული და სუფთა. მიუხედავად იმისა, რომ მაისის დასაწყისი იყო, წყლის ტემპერატურაც საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. თუმცა ჩვენ საცურაო კოსტუმები არ წამოგვიღია, ამიტომ ვერ ვიცურავეთ. მაგრამ სამაგიეროდ ულამაზესი მზის ჩასვლა ვნახეთ. I've been out of my head, can't get out of bed. Too much on my brain, but got it good, can't complain. It's like I'm losing my mind, and time's hard to find. What's a girl gotta do to catch a break up? When life tries to test me, I take it one day at a time. ყოველი დილა უნდა დაიწყოს ასეთი ხედი. დღეს ჩვენ უკვე ტოელ დუბროვნიკს გემით მივდივართ კუნძულ ხვარზე 3 საათზე და ეხლა ფილიპი გავუშვით გემის ბილეთების საყიდლად ბორტისკენ. ონლაინად შეიძლება აყიდო, მაგრამ ისე გურჩევნია და მე და ჩემი და
წამოვედით ცოტა საცხოვრებელი უბნებისკენ. ანუ გამოვედით ძველი ქალაქიდან და აქ წამოვედით რომ გვენახა ზოგადად თვითონ დუბროვნიკი როგორ გამოიყურება. აი ეს მე მგონი ადგილობრივების ბინებს გავდივართ ახლა ნახეთ რა სილამაზეა. ზოგადად დუბროვნიკი არის ძალიან თითაგორიანი და ძალიან ლამაზი სახლები ხო აქვს და თითქმის ყველა სახლიდან იშლება ხედი ან ზღვაზე ან რაღაცა სიმწვანეზე, ანუ რაღაც ერთმანეთის წინ არ არიან აშენებულები ისე რომ სხვის კედელს უყურებ. ანუ ყველას აქვს თავისი ხედი. და ესეთი კერძო სახლები თავიანთი ფორთოხლის ხეებით, ლიმინის ხეებით ძალიან სილამაზეა. და გუშინი ძალიან ბევრი ვიერეთ იმაში ძველ ქალაქში და ანუ კარგად დავათვალიერეთ და გვაინტერესებდა თვითონ დუბროვნიკი, ანუ სხვა რაიონები როგორ გამოიყურება და ამიტომ წამოვედით აქ სანახავად. დღეს არის ორშაბათი და ჩვენ ახლა ბრუნდებით ისევ ძველ ქალაქში, იმიტომ რომ გუშინ იყო კვირა და კვირა დღეს მაღაზიების, ანუ სუვენირების მაღაზიების უმეტესობა იყო დაკეტილი. ეს ხო ევროპის ჩვეულებრივი ამბავია. ხო და ეხლა მივდივართ რომ რაღაც სუვენირები ვიყიდოთ. დავათვალიერებთ რაღაცეები, რაც გუშინ არ იყო ღია და მე უკვე იქიდან წავალ ჩანდებს ავიღებ და წავალ პორტში. დღეს 3 საათნახევარი უნდა გავატარო ზღვაში. სანამ იმ კუნძულამდე ჩავალთ, მაგრამ ეგეც საინტერესო გამოცდილება. მოკლედ მე უკვე ჩაგერთვით. სავარაუდოდ ხვარიდან. ნახეთ რა სილამაზეა. როგორი მშვიდი ზღვა არის და სუფთა წყალი. აი იქით არის სადღაც უკვე ძველი ქალაქი იქიდან მოვედით. დატოვებული ბარგის ასაღებად რომ მივდიოდით, ვფიქრობთ თუ რა კარგი იდეა იყო ქალაქის ნაკლებად ტურისტული უბნების მონახულება. აქაურობა გაცილებით უფრო მწვანეა, ვიდრე ძველი ქალაქის მიდამოები და არის ძალიან მყუდრო. ჩვენ კი ამასობაში ავიღეთ ჩვენი ბარგი და მივედით პორტში. გემის ბილეთები უკვე ნაკიდი ჰქონდა და წინ გველოდებოდა 3 საათნახევრიანი მგზავრობა. ძალიან კომფორტულად ვიმგზავრეთ, დროც მალე გავიდა და მშვიდობით ჩავედით ჩვენს შემდეგ დანიშნულების ადგილზე, კუნძულ ხვარზე, რომელზეც უკვე შემდეგ ვლოგში მოგიყვებით.